მოგესალმებით, თქვენ უყურებთ შემდეგ პოდკასტს, რომელშიც ვსაუბრობთ ხოლმე მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე. დღეს ვისაუბრებთ ისეთ საინტერესო რაღაცაზე, რაც არის ფუნდამენტური ფიზიკა და შევეხებთ ისეთ თემას, თუ რისგან შედგება საერთოდ ყველაფერი. როგორც ჩვენ, ისევე ვარსკვლავები, მთლიანად კოსმოსი, ის რასთანაც ურთიერთქმედებთ. ანუ ფუნდამენტური ნაწილაკები. ჩვენი სტუმარი არის გიორგი სტაური. გიორგი, მოგესალმები, როგორ ხარ? გამარჯობა, მადლობა, კარგად თავთ. კარგად, მეც და მე ვიცი, რომ შენ ხარ ჩართული რაღაც ნეიტრინოების კვლევაში, რომელზეც შემდეგ შევეხებით, მაგრამ სამ ნეიტრინოებზე გადავალთ, ალბათ დავიწყოთ იმით, რაც თავში ვთქვი, რომ საერთოდ ანუ აი რა ფიზიკის გაგებით, ხო? ანუ რა რეალობაში ვართ, რისგან შედგება ეს სამყარო რა და მე ნელ-ნელა ალბათ შეგვიძლია უკვე უშუალოდ ჩემს საქმიანობაზე გადავიდეთ და აქედან საერთოდ დავხსნათ ის ფუნდამენტური რაღაცები, როგორც არის რაღაც კვანტურ მექანიკას შევეხოთ. კი ბატონო. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. და ხო შევეხოთ ამ თემას, რაც შენ ახსენე, ზოგადად სამყარო ძალიან დიდი მასშტაბისაა და სიამოვნებაში ეს ყველაფერი და ჩვენც მათ შორის შედგებით ძალიან პატარა ზომის ნაწილაკებისგან, რაც არის მაკრომასშტაბის. და ამ მაკროსამყაროს ახასიათებს თავისებურებები, კერძოდ ჩვენ როგორც მაკროობიექტები ვართ შეზღუდულები რაღაც პირობებით, ამიტომ ვერ ვახერხებთ კარგად აღწერას ამ ნაწილაკების და ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ალბათობას. სწორედ ესე შეიქმნა თავის დროზე კვანტური მექანიკაც, კვანტური ფიზიკაც, რომელიც ცდილობდა აღეწერა ნაწილაკები მიკროსამყაროში. ნუ ცხადია პირველადი დაკვირვებებით, ჯერჯერობით იკლოდნენ მხოლოდ ატომებს, თუმცა შემდეგ დროთა განმავლობაში შეძლეს ფიზიკოსებმა. ისე აი მაგ ატომზე ჩაგერთვები უცებ, მაგ ატომზეც არის ხო თავიდან ეს დემოკრიტესთან ასოცირდება საერთოდ სიტყვა ატომი, რომელსაც მეჩნდა რომ რაღაც ბერძნულად ნიშნავს, მე მგონი აღარ იყოფა, ანუ უმცირესი ნაწილაკი უნდა ყოფილიყო და მაგიტომაც დაარქვეს თავიდან, ხო, როდესაც აღმოაჩინეს ფიზიკოსებმა, თუმცა მე აღმოჩნდა რომ შიგნით კიდე ძალიან დიდი სამყაროა თავისი რაღაცა ელექტრონებით და ასე შემდეგ. კი, ამ ადამიანის ნოვის მოყარეობა ეძებს როგორც რაღაც ყველაზე დიდ ობიექტებს, ისე ყველაზე პატარას და ცდილობს მაქსიმუმ ჩაეძიოს და იპოვოს ის რაღაცა ელემენტარული, რისგანაც შედგება ყველაფერი და სწორედ ამით იყო განპირობებული მეცნიერების ეს კვლევაც და ცხადია თავდაპირველად ატომი ეგონათ ეს ელემენტარული ყველაზე პატარა ნაწილაკი, რისგანაც ყველაფერი შედგებოდა, თუმცა შემდეგ ეს დაახლოებით რომელ წელზეა საუბარი, ან როდესაც ჯერ ძველი ბერძნების დროს. ანუ გულისხმობ, როდესაც უკვე გადავედით კვანტურ ფიზიკაში და დაფიქსირდა ატომი ფიზიკურად. დემოკრიტესთან თეორია იყო, უფრო ფილოსოფიური იყო. გულისხმობ ფიზიკაში როდის შემოვიდა. კი, აი მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე უკვე გადავიდა სხვა მასშტაბზე, უკვე ამ დროს აღმოაჩინეს, რომ გვაქვს ელექტრონი, გვაქვს ბირთვი და ეს ბირთვი შედგება პროტონისგან, ნეიტრონისგან, თუმცა იმ მომენტში უკვე ეგონათ, რომ ეს პროტონი, ნეიტრონი და ელექტრონი ეს სამი ნაწილაკი იყო, ეს ელემენტარული, რისგანაც ყველაფერი შედგება. თუმცა შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში ესეც აღმოჩნდა, რომ თვითონ ეს ბირთვიც კი არ არის და ეს პროტონი და ნეიტრონიც არ არის ელემენტარული ნაწილაკი, ისინი შედგებიან უფრო პატარა ნაწილაკებისგან და საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს მოკლედ ფიზიკოსებმა შეიქმნათ რაღაც ისეთი მოდელი, რომელიც აღწერდა ყველა ელემენტარულ ნაწილაკს და ასევე აღწერდა ყველა ურთიერთქმედებას, რომელიც მათ ახასიათებს და საბოლოო ჯამში დროთა განმავლობაში მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა მოდელი, რომელსაც დღეს ვიცნობთ ჩვენ სტანდარტული მოდელის სახით და ეს მოდელი ცდილობს აღწეროს ყველა ნაწილაკი და ურთიერთქმედებები და ამ მოდელის მიხედვით შეგვიძლია ყველა ნაწილაკი დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად. ერთ ნაწილაკებს ქვიათ ფერმიონები. ეს ფერმიონები არიან ყველა ნაწილაკები, რომლისგანაც შედგება გარემო, მათ შორის ჩვენც ნებისმიერი მატერია. და გარდა ამისა არიან ბოზონები. ეს ბოზონები არიან უკვე ურთიერთქმედების გადამტანი ნაწილაკები. და ჩვენ ვიცით სულ 4 ფუნდამენტური ურთიერთქმედება. ეს პრინციპში სკოლაშიც ისწავლება და ეს 4 ურთიერთქმედება არის ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება, სუსტი ურთიერთქმედება, ძლიერი ურთიერთქმედება და გრავიტაცია. აი სწორედ ამ 4 ურთიერთქმედების აღწერას ცდილობდნენ ყოველთვის ფიზიკოსები და 3 ურთიერთქმედების აღწერა მოკლედ მოხერხდა მეტნაკლებად კარგად სტანდარტული მოდელის საშუალებით. ნუ პირველი ყველაზე ადრეული იყო ელექტრომაგნიტური, რომელიც ყველაზე ადრე მე-18 საუკუნიდან უკვე შესწავლილი იყო და ამ ურთიერთქმედების გადამტანები არიან ფოტონები, იგივე სინათლის კვანტები. ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედების გადამტანები არიან გლუონები და ბოზონები, რომელსაც ასევე თავისი სახელები აქვთ, ეს არის W და Z ბოზონები.
და რაც ეხება გრავიტაციას, სამწუხაროდ გრავიტაციის აღწერა ამ მოდელით ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ნაწილაკების სამყაროს ენაზე ჯერჯერობით შეუძლებელია გრავიტაციის ახსნა. არის ბევრი მოდელი, თუმცა ნებისმიერ დროს სჭირდება ექსპერიმენტი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკის უნიფიკაციისთვისაც რაც ერთ-ერთი ყველაზე მეტად გვაკლია, ანუ ეგ არის, ანუ რომ ავხსნათ გრავიტაცია როგორ ხდება ამ კვანტურ სამყაროში. საბოლოო მიზანი ერთ-ერთი ესაა, რომ ეს 4 ურთიერთქმედება რაღაც სახით გაერთიანდეს და რაღაც ერთიანი სახე მიეცეს, იმიტომ რომ თუნდაც საბაზისო პრინციპი კიდევ ერთი საიდანაც ამოდის დიდი აფეთქების მოდელი, ისიც შეიქმნა ჩვენი სამყარო, სწორედ ამ დროს რაღაც მექანიზმით უნდა აიხსნას წესით ამ ურთიერთქმედებების გაჩენა. თუნდაც მაგალითად მასა როგორ მიენიჭა ნაწილაკებს, ეს მაგალითად აიხსნა ჰიგსის მოდელით და იმ დიდი აღმოჩენით, როცა აღმოჩნდა ჰიგსის ბოზონი და ამითი ფაქტორია დაიხსნა როგორ მიენიჭა ნაწილაკებს მასა. რაღაც ღმერთის ნაწილაკსაც ეძახით, ხო? კი ბატონო, კი. ანუ ამ 4 ურთიერთქმედების გარდა, მათი ბოზონების გარდა კიდე არსებობს ცალკე ერთი ტიპის ბოზონი, რომელსაც ქვია ჰიგსის ბოზონი. რომელიც ესე იგი მასის მინიჭებაში ჰიგსის ველი, კი ბატონო, ჰიგსის ველის საშუალებით აიხსნა, როგორ აქვს ნაწილაკებს ეს სხვადასხვა მასა. ეს იყო ურთიერთქმედების ნაწილი და რაც შეეხება მატერიას, აი სწორედ მატერიის ნაწილია ის ისე რომ დაუბრუნდეთ, რითიც იწყება და ზუსტად ნაწილაკების ფიზიკისადმი ინტერესი, ანუ ელექტრონი არის თუნდაც ასევე ნეიტრონის და პროტონის შემადგენელი ნაწილაკები, კვარკები, ასევე არიან ყველანი ფერმიონები. კი ბატონო. და აი მანდ ვიცით რომ ჩვენ რაღაც მანამ ჩაწესას დავიწყებთ, მაგაზე ვისაუბრეთ რომ არის ნეიტრინო ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ესე ვთქვათ ეს რაღაცა შეავსოს, ხო, რაღაც ფაზლი რო დავარქვათ, რომელსაც რაღაცა აკლია და ნეიტრინოს აქვს ის ესე ვთქვათ პერსპექტივა, რა ვიცი, სწორი ნათქვამია, რომელსაც შეუძლია რომ ეს ამოავსოს, აი სტანდარტულ ხო, პრინციპში სტანდარტული მოდელი რო შეიქმნა, ძალიან ბევრი სარგებელი მიიღო, აი ეს ელექტრომაგნიტური და სუსტი ურთიერთქმედება ფაქტორიად იდეალურად გაერთიანდა. ძლიერი ურთიერთქმედების გაერთიანება სამორთან არის ცდილობა, მაგრამ რაღაც მცირე პრობლემები არის, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა იყო სწორედ ნეიტრინო. თვითონ ნეიტრინო არის ერთ-ერთი ფერმიონი და ნუ ცოტა უნდა დავკონკრეტდე, ალბათ შეიძლება ახალი ტერმინი შემოვიდეს, რაც პრინციპში ალბათ უფრო უნდა გაჟდეს კონებაში, ეს არის ლეპტონი. ანუ ფერმიონები არის ორი კატეგორიის, არიან ლეპტონები და კვარკები. ლეპტონები არიან თუნდაც ელექტრონი, ასევე არის მიონი, რომელიც არის მასზე კიდევ უფრო მძიმე და არის ტაუ ნაწილაკი კიდევ. ეს სამი დამუხტული ლეპტონი არის, რომელსაც სამივეს ასევე თან ახლავს, ანუ მაგალითად მათი მეწყვილია სტანდარტული მოდელის მიხედვით, შესაბამისი ნეიტრინო. ანუ სამი ნეიტრინო არის, ელექტრონული ნეიტრინო, ტაუ და მიუ ნეიტრინოები. და ეს ლეპტონები არიან თავისუფალი სახით, ან ჩვეულებრივ გარემოშიც ხდებიან და სტაბილურად არსებობენ. აი რაც შეეხება კვარკებს, კვარკები არის უბრალოდ ის ნაწილაკები, რისგან შედგება პროტონი და ნეიტრონი და ასევე კიდევ სხვა მსგავსი ტიპის ნაწილაკები, მრავალკვარკიანი სისტემებიც არსებობს. ეს კვარკები დამოუკიდებლად გარემოში არ არსებობენ. აი აუცილებლად არიან შეკრული სახით და ზუსტად წარმოადგენენ პროტონს ან ნეიტრონს. აი შეკრული სახით რო უფრო ავხსნათ შეგვიძლია, იმიტომ რომ რას ნიშნავს, რომ აი სიტყვაზე ის ხდება ყოველდღიურობაშიც, ჭყალებში და ის არ ხდება ეს და რა განსხვავება ამას? ხო, ან თვითონ მათი ბუნება ისეთი არის, რომ სწორედ არსებობს ბარიონებში, ზუსტად ანუ დამოუკიდებელი სახით კვარკები არ არსებობს მათი ბუნებიდან გამომდინარე. ესენი არიან გაერთიანებული და თვითონ ნაწილაკების პრინციპიც სწორედ ამას მოითხოვს მათ. ანუ სტანდარტული მოდელი ფაქტობრივად ერთის მხრივ შეიქმნა ადამიანების მიერ, მაგრამ გარდა ამისა, რაღაც მოთხოვნებით დაადო ნაწილაკებს და პირდაპირ განაპირობა ის, რომ კვარკები უნდა იყვნენ თავისუფალი სახით არ არიან. და არიან ზუსტად მუხტიც კი არ აქვს იდეაში მთელი, როგორც აქვს ელექტრონს აქვს რაღაც მინუს რაღაც კონკრეტული მუხტი და იგივე აქვს მიონსაც და ტაუ ნაწილაკსაც. აი ამ შემთხვევაში უკვე კვარკებს აქვთ 1/13 ან 2/13 მისი მუხტის, ანუ მთელი მუხტი მათ არ აქვთ. და ეს ერთიანი სტრუქტურას უკვე აქვს მთელი მუხტი. და ეს ერთიანი სტრუქტურა როგორ შეიძლება მივიღოთ სიტყვაზე? ერთიანი სტრუქტურა თუნდაც დიდი აფეთქების დროს, აი იქ უკვე კვარკები არსებობდა ერთიანად და კვარკები იდეაში ურთიერთქმედებიან, ასე გლუონების საშუალებით, გლუონი როგორც ახსენე არის ძლიერი ურთიერთქმედების გადამტანი ნაწილაკი და ერთ-ერთ ეტაპზე ევოლუციის დიდი აფეთქების ერთ-ერთ ეტაპზე მთელი სამყარო იყო სწორედ კვარკ-გლუონური პლაზმა, რის მიღებასაც სხვათა შორის ძალიან ბევრი ექსპერიმენტზე დღესაც ცდილობენ, რითაც შეგიძლია უკვე შეისწავლო რა დაემორთა. ძალიან საწყის ეტაპზე ძალიან ადრეულ პლაზმურია და ტემპერატურა ძალიან დიდი, ხო? კი ბატონო, კი.
როცა სამყაროს გაუმჭვირვალეა ფაქტობრივად ისეთ იმდენად მკვრივი და ინტენსიურია, არაფერი არ აღწევს გარეთ და ამ ეტაპზე იყო სწორედ გლუონური პლაზმა და არის რაღაც ექსპერიმენტები, რომელიც ცდილობს ამის გამეორებას და ამის ახსნას. აი, რაც შეეხება ნეიტრინოს, ნეიტრინო არის ფაქტობრივად ის ნაწილაკი, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვები შემოიტანა. იმიტომ რომ სტანდარტული მოდელის მიხედვით, რომელმაც ძალიან ბევრი ამი კარგად ახსნა, სტანდარტულ მოდელში არ არის გათვალისწინებული ნეიტრინოს მასა. სტანდარტული მოდელი გვეუბნება, რომ ნეიტრინო უმასო ნაწილაკია. რაც ასე აწყობს ყველაფერს. ახლა პირველი რაც გახსენებს სინათლის ფოტონს გახსენებს, თორე ფოტონის ხო, სინათლის ჩქარით შეუძლია მასაც გადაადგილება, ასე ამას ამბობს. თუმცა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ნეიტრინოს გააჩნია მასა, კერძოდ რამ გამოაჩინა ეს. აღმოჩნდა, რომ ნეიტრინოებს შეუძლიათ ოსცილაცია, ანუ რო თქვი, სამი ტიპის ნეიტრინო არსებობს, მეთქი ელექტრონული, მიონური და ტაუ, აი მზეზე მაგალითად რა რეაქციებიც მიმდინარეობს სინთეზი წყალბადიდან ჰელიუმის და შემდეგ სხვა ციკლები. იმ დროს წარმოიქმნება მხოლოდ ელექტრონული ნეიტრინოები. თუმცა აღმოჩნდა, რომ დამზერისას ჩვენ შეგვიძლია დავიმზიროთ მიონური ნეიტრინოს და ტაუ ნეიტრინოს. ანუ წარმოქმნილი ნაწილაკი იცვლის სახეს და სხვა ტიპის ნეიტრინო ხდება. და თეორიულად ეს ყველაფერი რო ახსნა, პირდაპირ თეორია გეუბნება, რომ ამ ოსცილაციას აუცილებლად სჭირდება, რომ ამ ოსცილირებად ნაწილაკს ჰქონდეს მასა. ანუ პირდაპირ დასკვნა მოგცა ამ ექსპერიმენტად და ამ დაკვირვებამ, რომ ნეიტრინოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მასა, რაც პრინციპში თავდაყირა აყენებს სტანდარტ მოდელს, რომელიც მეუბნება, რომ ნეიტრინოს მასა არ უნდა ჰქონდეს. ანუ ძალიან მცირე მასა აქვს. ელექტრონვოლტების რიგის არის, როცა შეგვიძლია აი უხეშად შევადაროთ სიტყვაზე, ხო ვიცით ჩვენ ისედაც რა პატარა მასა აქვს და საერთოდ რამდენი მიკროს რამყარზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ კვანტურ ნაწილაკებზე, ხო, კიდაც ელექტრონზე. აი მასთან შედარებით შეგვიძლია კი, აი ელექტრონზე არის და რომ ელექტრონის კი, ელექტრონზე არის მაკრო სამყაროს მასშტაბზე რო შევადაროთ, აი ჩემი და სიტყვაზე ეიფელის კოშკის და დაახლოებით გულის, ხო, რამდენად უფრო მასიურია. კი, ძალიან ადვილია სათქმად, ელექტრონვოლტების რიგის არის ეს, როცა ელექტრონი არის 500 ნახევარ მევი, ანუ არის 500,000 ელექტრონვოლტი, ანუ 500,000 ჯერ პატარა არის მასით ელექტრონზე ნეიტრინო. ძალიან თითქმის მილიონჯერ ფაქტობრივად, რასაც ძალიან მცირე მასაა, თუმცა ნული არა, რაც თავარია, იმიტომ რომ ნული რო იყოს, მაშინ აი ეს ფენომენი ოსცილაცია არ მოხდებოდა. მე გამჩნდა ხა ესეთ შეკითხვა. შეიძლება იყოს რაღაც ნაწილაკები, რომელიც ნეიტრინოზე კიდე მცირე მასის არის. მაგ ხრივ რას ფიქრობს ფიზიკა? კი, შეიძლება. აი რაღაც სტანდარტული. თუმცა ამ წამს ჩვენ არ ვიცით არც ეს ნაწილაკი, რომელიც ნეიტრინოზე აბსოლუტურად შეიძლება. კი, მაგრამ ამ წამს არ ვიცით ეგეთ. აი სტანდარტული მოდელის მთელი მიზანიც ეგაა, რომ გაერთიანოს ის, რაც ჩვენ ვიცით და რაც ჩვენს გარშემო ჩვენ უკვე დავიმზირეთ, მაგრამ არაფერი არ გამორიცხავს, რომ კიდე იყოს სხვა, კიდე უფრო დაბალი რიგის. უბრალოდ ამ მომენტში რა ურთიერთქმედებებიც აღწერს 4 ურთიერთქმედება, უბრალოდ 3, რომელსაც სტანდარტული მოდელი აღწერს, აი ეს ნაწილაკები ყოფნის. ანუ რამე დამატებით მოთხოვნა აღარ არის. თუმცა აქვს სტანდარტულ მოდელსაც რაღაც კიდე თავისი მინუსები, ძალიან ბევრი პარამეტრებია და კიდევ არის რაღაც მინუსები, აი თუ შემიძლია პრინციპში მაგათაც ვილაპარაკო. მაგალითად სტანდარტული მოდელი ვერ ხსნის ბნელ მატერიას და ბნელ ენერგიას, რომელიც აშკარად ვიცით რომ არის. ხო, მაგრამ ეგ ხო ძალიან საინტერესო რაღაცაა რა, ეხა გუშინ თვალის ლექციაზეც ვიყავი, აქ ჩამოსული და მანდ იყო საუბარი, სადაც თვალნებოდა, რომ ეს ბნელი მატერია, რასაც ჩვენ ვეძახით, ხო, არის რაღაცა მოკლედ სამყაროს ასას ვეხედავთ ჩვენისგან, ჩვენ შევდგებით გალაქტიკები, ვარსკვლავები, ყველაფერი დაახლოებით თუ არ მეშლება 4-5%. კი, ზუსტად. და შემდეგ არის უკვე რაღაცა 25 თუ რაღაცა ბნელი მატერია და მერე ბნელი ენერგია და მაგრამ გვალმოთქვა ესეც საინტერესო რაღაც მამდის კონტე გაგებულია, შეიძლება თუ ვისაუბრებთ მაგალითად რომ არსებობს დამატებითი განზომილებები, ანუ სივრცითი რა, ჩვენ ხო ვართ 3 სივრცით განზომილებაში და მეოთხე დროითი არსებობს, მაგრამ თუ არსებობს სიტყვაზე, რასაც აი მაგალითად როგორც მე ვიცი, სიმების თეორია და სხვადასხვა რაღაცები მათემატიკურად მიანიშნებენ, რომ შეიძლება იყოს დამატებითი სივრცითი განზომილებები და მან თქვა, რომ ეს რაღაცა ჩაპრესილი შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, დამატებითი განზომილებები ამ ბნელი მატერიის სახით და ეს იმიტომ ვერ ვხედავთ, მაგრამ გრავიტაციულ დონეზე ხო ურთიერთქმედებთ. გრავიტაციულ დონეზე ურთიერთქმედებთ. კი, ხედავთ, კი. ხო, მაგრამ ვერ ვხედავთ ფიზიკურად, როგორც ვხედავთ მაგალითად ვარსკვლავს, ან როგორც ვხედავთ ჩვენ, ანუ ფოტონი არ ურთიერთქმედებს მასთან, ხო? ანუ ეს ხო, კეთოს სინათლესაც კი შთან თქავს. ხო, მაგრამ განსხვავება, შავი ხვრელის ხო შთან თქავს, მაგრამ შავი ხვრელის ხვანერში შთან თქავს, ანუ და ბნელი მატერია საერთოდ შთან თქავს თუ რასაკეთებს? არა, ბნელი მატერიის შემთხვევაში ფოტონების შთან თქვა ურთიერთქმედება მსგავსი არა, ჩვენ ვსაუბრობთ მოკლედ იმ სამ ურთიერთქმედებაზე, რომელიც აღწერად შეძლო სტანდარტ მოდელმა. მაგრამ ვერ შეძლო გრავიტაციის აღწერა. რაც პრინციპში ზუსტად ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიასთან როცა ვსაუბრობთ, გრავიტაციას იქვე ვახსენეთ, იმიტომ რომ გრავიტაციული დაკვირვებებით და მიზიდ და განზრდით მოხდა თავის დროზე აღმოჩენა, რომ რაღაც გალაქტიკური
ობიექტები ისე არ მოძრაობდნენ, როგორც უნდა მოძრაობდნენ წესით, რასაც ჩვენ ვხედავთ. და აქედან გამოჩნდა სწორედ ის ვარაუდი, რომ უნდა არსებობს რაღაც ფარული, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ის კიდევ რაღაც დამატებით გრავიტაციულ ძალას აძლევს მოკლედ ჩვენთვის ხილულ სამყაროს. ანუ მსმენელისთვის რო ორი სიტყვით ავხსნათ ხა ვინ შეგვსწყვეტ არის ეს ბნელი მატერია, ბნელი ენერგია რა არის კონცეპტუალურად მე როგორც მესმის არის ის რომ ერთს აქვს ესე ვთქვათ უფრო ანუ ხელს უწყობს იმ სამყარო გაფართოებას უწყობს ხელს სწორი ვამბობ არ ცხოვრებაში კი ერთ-ერთი ახსნა კი ეს ხო და მეორე არის რომელიც უფრო შეკუმშვა ხო აბალანსის ფაქტორიად კი ანუ ერთი არის დაახლოებით ბნელი ენერგია არის დაახლოებით 70% თვითონ სწორად მახსოვს რაც 25 არის ბნელი მატერია გამოთვლების მიხედვით და სადაც 5%-იან მხოლოდ ის ხილული სამყარო რომელიც წეგან თქვი რომ სტანდარტ მოდელით რაღაცნაირად აღიწერა და თითქოს ამით ბედნიერები უნდა ვიყოთ ანუ 5%-ის არაზუსტი აღწერითაც კი ბედნიერები უნდა ვიყოთ აი მე ბევრჯერ გამიგია ამაზე რაღაც მეც მომისმენ რაღაცა მაგრამ აი კარგად ბოლომდე მაინც არ მესმის ხოლმე თუ შევძლებთ რომ მეც რო გავიგო და მათ შორის ვინც გვიყურებს ან გვისმენს რა ანუ აი მე რაც ვახსენე რომ ანუ ერთი უწყობს გაფართოებას მეორე უწყობს შეკუმშვა აი ეს როგორ გვესმის საიდან ვიცით რომ ანუ სიტყვაზე აი ოკეი აი ყველაფერი რასაც ხედავთ არის სულ რაღაც 5% ანუ კიდე ერთხელ ვამბობ ამაში იგულისხმება მთელი galaktikები მათ შორის შავი ხვრელის მასაც ხო რეალურად ხო სწორედ მესმის და დანარჩენი აი ეს ბნელი მატერია რის ხარჯზე ვამბობთ რომ უწყობს ხელს მაგალითად სამყაროს შეკუმშვას და ბნელი ენერგია გაფართოებას აი ეს რაცოდნიდან გამომდინარე ვიცით რომ ეს მაგალითად აფართოებს თუ თან ვერ ვაფიქსირებთ რა ხო ნუ პირველ რიგში ეს თავის მაგის სპეციალისტი მე თვითონ არ ვარ მაგ მიმართულების თუმცა ჩემი გაგებით რაც არის რაც თავის დროზე ვისწავლე იმას ნამდვილად გავაზიარებ ეს ყველაფერი დაკვირვებების შედეგი ანუ ექსპერიმენტულმა დაკვირვებებმა და გამოთვლებმა მოგცა საშუალება რომ ეს დასკვნა გამოგვეტანა ოკეი უბრალოდ თუ რაღაც ნაწილი თლიანად იქნებოდა ბნელი მატერია, მაშინ კიდევ უფრო სწრაფი უნდა ყოფილიყო გაფართოება. მაგალითად ესეთი ვარაუდი წამოვიდა, აქედან მოვიდა შემდეგ მეორე ვარაუდი რაღაცა მის უნდა დააბალანსოს. და ამ ყველაფრის ბალანსმა მოგცა მე ეს პროცენტები, იმიტომ ცხადია, თუ არის საერთოდ როგორ არსებობს და სად არის, თითქოს უაზრობა რაღაც პროცენტებზე ლაპარაკი. მაგრამ ამ ყველაფრის საშუალებას გვაძლევს რაღაც გაკვირვებული დაკვირვებები. ხო. და აი მასე რო გადავიდეთ სიტყვაზე შენ ხა ახსენე მანამდე ვისაუბრეთ ნეიტრინოებზე ხო ანუ შენი მიმართულება ეხლაც მუშაობ რა მიმართულებითაც არის სახელი დამოვიწყოს ხო ეს რა ქვია თქვენ იმას ამ პროექტს ქვია KM3-net ხო სახელი ქვია და რთული დასამახსოვრებელი ან კოლაბორაციაა ევროპული რომელიც იშიფრება როგორც კუბური კილომეტრის ნეიტრინული ტელესკოპი ან კუბური კილომეტრის მოცულობის ტელესკოპი რომელსაც კოლაბორაცია აშენებს ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ორ ლოკაციაზე ერთი იტალიასთან სიცილიასთან მეორე საფრანგეთში მარსელთან კი ხო და ესეც რომ გავიგო ახლა მე და მათ შორის ჩვენც გვიყურებს იმას გაიგოს კარგად ანუ საუბარი არის იმაზე რომ ცდილობთ დააფიქსიროთ ნეიტრინოები ხო მაგაზე არის საუბარი და აი მაგაზეც რომ გადავიდეთ მაგრამ არა თვითონ მაგაზე გადავალთ უშუალოდ მაგკვლევაზე ანუ რადგან ვახსენეთ შავხროლი და ესენი შავხროლი არ უკაცრავთ ბნელი ენერგია ბნელი მატერია აი აქაც რა შეხება შეიძლება კონდეს ნეიტრინოს მაგაზეც თუ შეგვიძლია რომ ამომწურავოთ ვთქვათ აქაც პირველ რიგში არსებობს ბევრი თეორია, როგორც ზოგადად ისეთ სფეროში, სადაც ძალიან ბევრი რამე არ ვიცით, ცხადია ბევრი თეორია იქნება. არსებობს თეორია, რომელიც ხსნის, რომ შეიძლება ნეიტრინო იყოს, ნეიტრინოს ერთ-ერთი ტიპი იყოს ბნელი მატერიის ნაწილაკი. ოკეი. აჰა, ნეიტრინოს ერთ-ერთი ტიპი. ანუ ესე იგი ეს ნეიტრინო იმდენად მაგარი ტიპია, რომ გარდა იმისა, რომ რაღაცა შეუძლია, შეიძლება იყოს ბნელი მატერიის ნაწილაკი? შეიძლება ახსნას კი ბნელი მატერია და შეიძლება დაუშვათ ბნელი მატერიის ის როგორც დაუშვათ მატერია განიცდის ანიჰილაციას, ანუ ნაწილაკი და ნაწილაკი ურთიერთქმედებას ანიჰილირდება და გამოსხივდება ფოტონი. შეიძლება მსგავსი პრინციპი იყოს აქაც და ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამ მიზნით, რომ სხვა ტიპის დაკვირვებებით ცდილობენ დაიმზირონ ბნელი მატერია. შეიძლება ეს იყოს დაუშვათ ის ტიპის დეტექტორი, რომელიც აფიქსირებს ფოტონებს სინათლეს, რაც ანიჰილაციის დროს მოდის, შეიძლება იყოს თუნდაც ჩვენნაირი დეტექტორი, რომელიც აფიქსირებს ნეიტრინოებს. თუმცა ნეიტრინოების დაფიქსირება საკმაოდ სპეციფიური საკითხი არის და საკმაოდ რთული. თვითონ ნაწილაკი ახალი აღმოჩენილი არ არის ახალი, ახლა გულისხმობ უკვე საუკუნე გავიდა ფაქტობრივად აღმოაჩინეს, ამიტომ პრინციპები უკვე ცნობილია. აღმოაჩინეს, რაც დააფიქსირეს საუკუნე გავიდა? ხო, მე შედარებით უფრო ახალი ხო, აღმოჩენილი. აი უბრალოდ კონკრეტული ტიპები რას თქვი, ელექტრონული უფრო ადრე დაიმზირა, მიონური და აი პოტა უკვე საკმაოდ გვიან. და თავარი პრინციპი მოკლედ რას შეიძლება ნეიტრინოს გამოყენება არის ზუსტად აი ამ სტანდარტული მოდელის შევსება.
Okay. იმიტომ რომ რამდენიმე საბაზისო რამე არის პირველ რიგში ამ ოსცილაციებსაც ფაქტორად ოსცილაციების ფენომენმა პირდაპირ გვიბიძგა რომ სტანდარტულ მოდელს სჭირდება გაფართოება და დახვეწა და რაღაც ახალი ეტაპზე გადაყვანა. და ცხადია ამის გამო ბევრი თეორია შეიქმნა, ყველამ თავისი ვარაუდი დადო და ექსპერიმენტზე მიდის შემოწმება, რომელიმე ეს ვარაუდი ხო არ არის სიმართლე. Okay. გასაგები. და ანუ ესე იგი საბოლოო ჯამში ამ ჩვენს ნეიტრინოებს, რომელზეც საუბრობთ, აქვს პრეტენზია, რომ კონდეს დაკავშირებული იყოს ან ნაწილაკი იყოს ამ ნელ მატერიის, რომელსაც ვახსენეთ. და ამის გარდა, რა ვიცი მე, ასტროფიზიკაში ხო ძალიან დიდი როლი აქვს. კი, აი ასტროფიზიკაში არის უზარმაზარი ინტერესი და თუნდაც ისე გალაქტიურ ობიექტებს რო დაუბრუნდეთ ზემასიურ ობიექტებს, თუნდაც შავი ხვრელი, კი, ზემასიური შავი ხვრელიდან შეიძლება მოდიოდეს ნეიტრინოები, შემოდიოდეს სხვა ობიექტებიდან, რაც უკვე დაფიქსირებულია, რომ მოდის არის ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო ეტაპი არის, როცა ის განიცდის აფეთქებას, ზეახალი ანუ სუპერნოვა იგივე, კი ბატონო. აი იმ დროს ცნობილია, რომ გამოსყიდება უზარმაზარი რაოდენობით ნეიტრინოები, დროის ძალიან მცირე არ მოიქმნება, ხო? ანუ აი ხო, როგორც გვიყურებს, მიხვდეს, ანუ სამყარო ხო რაღაც უცნაური რაღაცაა რა, ეგეთ შეგვიძლია ვახსნათ, რომ ეს ნაწილაკები, ვარსკვლავები ხო რაღაც ქარხანაა, ხო, სამყაროსი, რომელშიც იწარმოება სხვადასხვა ნაწილაკები, მათ შორის ხა ჩვენ მე და შენიც განჩევდგებით, ოდესღაც სადღაც რომელიღაცა ვარსკვლავში მე როგორც მესმის თუ ხდები შემისწორე, სადღაც უნდა გაჩენილიყო, ანუ ამ რაღაცა წარმოების პროცესმა აი კარლ სეგანს რო აქვს რაღაც ვარსკვლავი. კი, ანუ ვარსკვლავში მიმდინარეობს სინთეზის ყოველთვის საწყისი პროდუქტი, რითიც იწყება ეს ყველაფერი, საწყისი არის ძირითადად პროტონი, ანუ იგივე წყალბადის ბირთვი და სინთეზის მე წარმოქმნება ჰელიუმი და ესეთი ჯაჭვია და ფაქტობრივად ეს ჯაჭვი ყოველ მომდევნო უფრო მძიმე ელემენტს უფრო მძიმე ელემენტებს, იმიტომ და ბოლოს ეს ყველაფერი მიდის რკინამდე. და რაც არის გამოკვლეული, ეგ არის რკინაწის ბოლო ნაწილაკია, ბოლო ელემენტია წარმოიქმნება. მთელი ვარსკვლავის შიგნეულობა რო პირდაპირ მიიღებს რკინას, მე როგორ თავდება ვარსკვლავის სიცოცხლე. ეს აფეთქდეს და გამოიტყორცნოს გარეთ. შენ უკვე ხდება მისი კოლაფსი კი. ან ფაქტორიად ვარსკვლავის სიცოცხლე რა არის? ერთი ხრი არის სინთეზი, რომელსაც უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა. ბირთვული სინთეზი. რაც ფაქტობრივად წნევას ქმნის და ბერავს გარეთ წევს მოკეთ ვარსკვლავის და მეორე ხრი არის გრავიტაცია, რომელიც პირიქით იზიდავს. აი ამ ორი რაღაცის ბალანსია ვარსკვლავი იდეაში. და სადღაც მე ეს პროცესი უკვე რასაც ვეძახით ჩვენ რომ საწვავი ამოწურავ. საწვავი ამოწურავ, ანუ ფაქტობრივად ის რაც ქმნიდა წნევას, ის ფაქტობრივად თავდება იმის წყარო და ამიტომ გრავიტაცია იწვევს კოლაფსს. ჩვენიერი და ამის შედეგად მე ხდება გამოტყორცნა, აფეთქება. კოლაფსი უკვე იმდენად ინტენსიური პროცესი არის და იმდენად ენერგია წარმოიქმნება, რომ აი უშუალოდ ბევრი კითხვა არის, ხო, თუ რკინა არის ბოლო ეტაპი, რატო გვაქვს რკინაზე მძიმე ელემენტები დღეს სამყაროში? არის და თან კოლაფსის დროს და მსგავსი დიდი პროცესების დროს წარმოიქმნება უფრო მძიმე ელემენტები, რაც უკვე რკინის მერია. და ზუსტად ჩვენც ანუ რაც კი გვაქვს დღესდღეობის რკინაზე მძიმე ელემენტი, ზუსტად მსგავსი პროცესების დროსაა წარმოქმნილი. და ჩვენ ზუსტად რაც კალსაიგამად თქვა, ვარსკვლავური მტვერი ვართო. კი ბატონო, რომ თავდება ეს ვარსკვლავის სიცოცხლე, ეს ყველაფერი გამოსყიდდება მოკლედ. მან არ კიდე ერთ საინტერესო პოინტი, რომ მანამდე ჩვენ ვიცით, რომ ვარსკვლავების თაობებიც არსებობდა, ხო? ანუ generation, იმიტომ რომ თავიდან ეს სამყაროს გაჩენიდან, რა ვიცი ზუსტად ეხლა, მაგრამ რაღაც 100 მილიონი წლის შემდეგ ჩდება პირველი ვარსკვლავი, შეიძლება უფრო ადრე, მე არ ვიცი ზუსტად, მაგრამ და ამ ვარსკვლავებს თავიდან არ შეეძლოთ მსგავსი ელემენტების წარმოება, როგორც ვიცი შედავით უფრო მალე ფეთქდებოდნენ და მე უკვე შემდეგი თაობის ვარსკვლავებია, რომლებმაც შეძლეს ამ ელემენტების წარმოება, თუ ეგრე არ არის, ანუ თაობებზე იყო როგორც თაობები იყო კი უფრო ადრეული ვარსკვლავები რომლებიც სხვა ელემენტებს და უფრო შემდგომიც კი და დღესაც არის მსგავსი ტიპის არსებობს სხვა ტიპის თაობები, ვარსკვლავებს ყველას თავისი ევოლუციის გზა აქვს და ყველას თავის ევოლუციას გადის მასის და მიხედვით. ზოგმა შეიძლება წარმოქმნას შავი ხვრელი, ზოგმა თეთრი ჯუჯა, ზოგმა წითელი გიგანტად იყოს და სხვა ტიპის ობიექტები შეიძლება წარმოიქმნას. ხო, და ეს ნეიტრინოებს ნეიტრინოების მუდმივად გამოსყიდება ვარსკვლავიდან. ყველა ვარსკვლავი ნებისმიერი ვარსკვლავი. მზეს ასკრებს უამროს. აი, ყველა თავარი მომენტი, რითიც ნეიტრინოებზე ვიწყებ ხოლმე ზოგადად ადამიანთან, ვინც არის ის ნეიტრინო რა არის საუბარს, არის ის, რომ აი ყოველ წამს ჩვენ თუნდაც აი კვადრატულ სანტიმეტრ ჭხილს ეცემა ტრილიონობით ნეიტრინო ყოველ წამს. თუმცა მას ჩვენ საერთოდ ვერ ვიგებთ. და მე ხო ვიღაცა ვინც გვისმენს გავუშვება ეგეთ შეგეთო კი მაგრამ კაცო ხა თუ ესე ჩემ თითში გადის ყოველ და რატო ესეთი რთული მის დაფიქსება და რატომ ხართ ეს მიწის ქვეშ ჩასული ამდენი ხანი ადამიანები და რას იკვლევთ იქ რა აგერ 2 წლის წინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა მაშინაც მქონდა ჩვენ პოდკასტი ქართველი მეცნიერები ვიქაც იყვნენ ჩართულები მაშინ საუბარი იყო რომ გალაქტიკის ცენტრიდან ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი ნეიტრინო დააფიქსირეს და ხო ნუ ეს შეიძლება ვიღაცას გავუშვი კაცო ჩემ ჭხილებში თუ ესე ხშირად გადის რავი რა გალაქტიკის ცენტრიდან მიმავალ ცეძებს ან სად ჩადიხართ რაღაცა
ზღვის ქვეშ. თუ მაგას ვერ იგებ ხელში ხო, აი მაგაზე შეგვიძლია გადავიდეთ და მანდ უფრო ალბათ ახალგან შევეხოთ უშუალოდ ქვერასაკეთებს. კი, მაშინ ნეიტრინო რა არის უფრო მეც ამაზე ვიტყვი, ხო, ამ ეტაპზე. ერთი რაც აქამდე უკვე თქვით იყო ის, რომ ძალიან მცირე მასა აქვს. მაგრამ გარდა ამისა არის კიდევ სხვა მომენტები. პირველი ის, რომ საერთოდ არ აქვს ელექტრული მუხტი. ანუ მასზე ელექტრომაგნიტური ველი ენერგიის გავლენას ვერ ახდენს. ნუ რა მას არახან მცირეა, გრავიტაციული ურთიერთქმედება თითქმის არ აქვს და გამნის რომ ფაქტობრივად არანაირ ურთიერთქმედებას გარემოსთან არ განიცდის. ანუ ეს აძლევს საშუალებას ნეიტრინოს რომ ყველაფერში გაიაროს უბრალოდ რაც უნდა კრივი გარემო იყოს, თუნდაც დედამიწაც კი ჩვეულებრივ გაიაროს მასში, ეგ დედამიწა კი არა ძალიან ძიმე დიდი galaktikuri ობიექტები, საიდანაც სხივდება. და ეს ის არის პლუსი, იმიტომ რომ თუ ნაწილაკი მოდის ესე უპრობლემოდ და სწორხაზოვნად მთელი ტრაექტორია, შეუძლია მოაღწიოს რაღაც ჩვენთვის ხილული სამყაროს კიდეებიდანაც. მისი ჩაჭერა, როგორც მე მესმის, უფრო მარტივი არ არის. ძალიან რთულია მისი დაჭერა. და ერთ-ერთი ურთიერთქმედება, რომელთაც შეიძლება მისი დაფიქსირება, არის სუსტი ურთიერთქმედება. ოკეი. და მე ხა ესეც შევდა, მას ხომ მოაქვს ინფორმაცია, ხო? მთელი ასტროფიზიკოსისთვის ხო ეგაა საინტერესო. რადგან შორიდან მოდის, მას მოაქვს ძალიან დიდი ინფორმაცია, ხო? რაღაცა ელჩი ტიპია, რომელიც ძალიან დიდი ინფორმაციას ატარებს და მარტივი არ არის მისი გადაჭერა რა. კი. მოაქვს პირველში ენერგია და მოაქვს აი ეს მიმართულება, რომელიც შემდეგ დაგეხმარება, რომ გამოიძიო, გაიხედოთ საში მიმართულებით და რაღაცა მოძებნო, კიდე სხვა, ან თუნდაც მიხვდე რა შეიძლება იყოს ის იმ ტერიტორიის დაკვირვებით. ხო, ანუ აი მაგალითად კიდე ერთხელ ახლა ვინც შეტარებით ნაკლებად ერკვევა გინდათ ასტროფიზიკაში, მისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ რო სიტყვაზე საში ვიხედებით, ვხედავთ სიტყვაზე რაღაცა ობიექტებს, ვარსკვლავებს, მათ შორის ჩვენ მზესაც, ხო, მაგრამ ის მოდის სინათლიდან, რასაც ვთქვათ, ფოტონს, რომელიც დაახლოებით წამში 300 კილომეტრს გადის და ჩვენ ვხედავთ რაღაც მომენტში წარსულს, როდესაც იმას ვხედავთ. კი, ზუსტად ინფორმაცია მოდის ესე და იგივე შეიძლება ითქვას ნეიტრინოზე, რომელსაც ასევე მოდის უბრალოდ ის უფრო მარტივი გადასაჭერი არ არის, მოაქვს ოღონდ ნაწილაკია თან სხვანაირი და მოაქვს ბევრი ინფორმაცია. აი ეს ინფორმაცია რანაირი შეიძლება იყოს ნაწილობრივ ვისაუბრეთ მაგაზე, მაგრამ აი რისი მომცემი შეგვამით იყოს. მე ვიცი რომ ეს შეიძლება იყოს, ანუ დაკავშირებული უბრალოდ დაგვეხმაროს ისეთ რაღაცების გაგებაში, როგორც არის მაგალითად რა ხდება შავხროლში, რომელშიც ამ წამს, ნუ რა ვიცი, ფიზიკის კანონები, არ ვიცი სწორი ნათქვამი თუ არა, რაღაც მომენტზე მთავრდება, როდესაც გადავკვეთავთ ესე ვთქვათ, მის ჰორიზონტს, ხო? ანუ სადაც ხო, რაღაც ისეთი ფიზიკა იწყება, რაც ჩვენ არ გვესმის. ხო, სინგულარობას ვეძახით იმ წერტილს, სადაც ისეთი დიდი გრავიტაცია, რომ ხო, ნუ იქიდან ვეღარს ფოტონები შავხროლზე შეგვიძლია ორი სიტყვით ვთქვათ, რომ შავხროლის სინამდვილეში არ არის შავი, უბრალოდ რადგან სინათლე აღარ იმაშება, ზოგადად ვერ ვხედავთ რა არის. და აი ნეიტრინოს როგორ შეუძლია იქიდან მითხრას ინფორმაცია თუ ფოტონს, რომელსაც საერთოდ მასაც კი არა აქვს და მე როგორ ვთქვი, ვეღარ მოდის იქიდან. მაშინ ნეიტრინოს როგორ შეუძლია რომ იქიდან რამე მომიტანოს. აი მაგას. ხო, ან ნეიტრინოები ფაქტობრივად რაც შეგახსენე სხვა ასატიპის ნაწილაკები რომლებიც მოდიან ჩვენთან, შეგვიძლია დავარგოთ მესენჯერი, ხო? ანუ ფოტონიც მესენჯერი, რომელსაც საზე უყურებთ და ამით ვხვდებით, რომ ფაქტობრივად მესიჯი მოაქვს რაღაც ობიექტიდან, რომ ის ობიექტი ასხივებს ამ სინათლეს. არის ასევე დამოხტული ნაწილაკების კოსმოსური სხივები, რომლებიც ასევე მოდიან, თუმცა აი ფოტონსაც და კოსმოსურ სხივებსაც რა მინუსი აქვს აი ურთიერთქმედებების გამო. ელექტრომაგნიტური და ასე სხვა ურთიერთქმედებები, გრავიტაციული თუნდაც თუ მძიმე ნაწილაკზე აქვს საუბარი, თუნდაც პროტონი თუ მოდის დაუშვათ, ცხადია გრავიტაციული ეფექტებიც ასე რაღაც სხრივ იქნება. ისინი განიცდიან მუდმივ ზემოქმედებას გარემოსთან. ანუ რაღაც ობიექტმა კი წარმოქმნა, მაგრამ გარემოსთან ურთიერთქმედების გამო შეიძლება გადაუხვიოს ტრაექტორია, შეიცვალოს ენერგია დააკარგოს ასე შემდეგ და ჩვენგან მოსული უკვე არ არის თავდაპირველი. ამიტომ რთული არის მსჯელობა რაღაცეებზე. და რაც ახლა ნეიტრინოს პირდაპირ მოდის ყოველგვარი დანაკარგების გარეშე. და სანამ არ შემოვა და აი იმ სუსტი ურთიერთქმედება რაც თქვი, რითიც ხდება მისი დაკვირვება, სანამ სუსტი ურთიერთქმედებაში არ გადავა, იქამდე არაფერ ენერგიას არ კარგავს. ანუ ის პირდაპირ მაძლევს საშუალებას, რომ მიხვდე რა ტიპის ობიექტს შეიძლება წარმოექმნა რაღაც კონკრეტული ენერგიის ნეიტრინო, იმიტომ რომ მექანიზმები ხადია ყველა სხვადასხვა აქვს და ყველა მექანიზმს რაღაც შეზღუდვა აქვს, რა ენერგიის ნაწილაკი შეიძლება წარმოქმნას. ოკეი. თუნდაც ვარსკვლავები თუ არიან რაღაც დონეზე გამოკლეული, დაახლოებით ცნობილი არის რა ენერგიის ნეიტრინო შეიძლება წარმოქმნას ვარსკვლავმა. მაგრამ თუ დავუშვათ დავაფიქსირე უზარმაზარი ენერგიის ნეიტრინო, ეს უკვე ძალიან კითხვის ნიშანს აჩენს, იმიტომ რომ ეს მეუბნება რაღაც ობიექტია, რომელიც ქმნის ნეიტრინოს ისე რომ მე ჯერ ეს არც ვიცი და რაღაც ახალი თეორია მჭირდება ალბათ. ან შეიძლება უკვე არსებული თეორიას პირდაპირ მოერგოს და გაამართლოს. რაც ძალიან სასარგებლოა. რაც ახლა აღმოჩენას. ხო,
მაგაზე მინდოდა ხო რომ აი შემოდის ნეიტრინო, აი რატო არის ზღვის ფსკერზე, ეხა ეს დეტექტორი ზუსტად. სუსტი ერთ-ერთი ახსენე, რომელთაც ხდება ნეიტრინოს აღმოჩენა. ანუ ნეიტრინო გადადის შესაბამის დამუხტულ ლეპტონში. აი მე ვახსენე ლეპტონები, სამი დამუხტული ლეპტონია, მეთქი ელექტრონი, მიონი და ტაუ. და შესაბამისი ნეიტრინოები. სუსტი ურთიერთქმედებით ეს ნეიტრინო გადადის შესაბამის წარმოქმნის შესაბამის დამუხტულ ლეპტონს. ანუ თუ ელექტრონული ნეიტრინოა, ელექტრონს, თუ მიონური ნეიტრინოა, მიონს. და ეს ყველაფერი ხდება დეტექტორის მოცულობაში. ეხლა რატო არის რა არის თელი პრინციპი დეტექტორის მუშაობის? იდეა დიდი ენერგია აქვს ამ წარმოქმნილ დამუხტულ ლეპტონს, რომ ფაქტობრივად რელატივისტურია. რელატივისტურია ანუ ნიშნავს, რომ იმ გარემოში თითქმის სინათლის სიჩქარეთ კი არა, იმ გარემოში სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით მოძრაობს და ამ დროს არის ერთი განსაკუთრებული ფენომენი, რომელსაც ქვია ჩერენკოვის გამოსხივება. ანუ თუ ნაწილაკი რაღაც გარემოში გადაადგილდება ამ გარემოში სინათლის სიჩქარეზე ჩქარა უფრო სწრაფად. მაშინ, აი როგორც თვითფრინავს გადაჭარბებას როცა ახდენს სიჩქარის და რაღაც დარტყმითი ტალღა წარმოიქმნება, შეგიჩნევიათ ალბათ რაღაც ვიდეოებში ამ ფოტომასალაში, მსგავსი ტიპის ტალღა წარმოიქმნება გარემოში. ოღონდ ეს არის ხილული ტალღა ოპტიკური, ანუ სინათლის კონუსი წარმოიქმნება. აი ეს სწორედ განსაკუთრებული მახასიათებელი, რითაც ხდება ნეიტრინოს აღმოჩენა. ანუ ესაა ფაქტობრივად არაპირდაპირ დამზერა. მე პირდაპირ ნეიტრინოს კი ვერ ვხედავ. ნეიტრინო წარმოქმნის იმ რაღაც დამუხტულ ნაწილაკს, ის დამუხტული ნაწილაკი კიდე იმდენად ჩქარია, რომ გარემოში ასხივებს სინათლის კონუსს. აი სინათლის კონუსის დაფიქსირება არის თელი პრინციპი და ამ ფსკერზე და ესეთ სიღრმეზე იმიტომ არის ეს დეტექტორი, რომ ფონისგან დავიცვა მაქსიმალურად. ანუ მე არ მქონდეს სხვა ტიპის ფონი, რომელმაც კი იქ არის კარგი სიგნალია და გარდა ამისა მეორე მომენტი. მეორე მხრივ ეს დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც უნდა დავაფიქსირონ ელექტრონი, მიონი, შეიძლება კოსმოსური სხივების ატმოსფეროსთან ურთიერთქმედების დროსაც წარმოიქმნას. და მაშინ ჩდება კითხვა, როგორ უნდა მივხვდე მე ეს ნეიტრინოს წარმოქმნილი დამუხტული ნაწილაკია თუ რაღაც კოსმოსური სხივის და აი ზუსტად აქ არის მთავარი პრინციპი დეტექტორის. დეტექტორი კი არის ფსკერზე, მაგრამ მე ფაქტობრივად ვუყურებ იმ ნაწილაკს, რომელიც ატმოსფეროს გავლით კი არ მოვიდა, დედამიწის გავლით მოვიდა. ანუ ნეიტრინო უნდა გაიაროს მთელი დედამიწა დეტექტორთან ახლოს წარმოქმნას დამუხტული ნაწილაკი და ეს დააფიქსიროს და კარგი რა არის ნეიტრინოს გარდა არც ერთ სხვა ნაწილაკს არ შეუძლია დედამიწის გავლა. და ესაა მოკლედ ის პრინციპი, რითიც მე ფაქტობრივად ფილტრავ ყველა ნაწილაკს და ვიტოვებ მარტო ნეიტრინოს. ანუ ეს არის ფაქტობრივად ტელესკოპი, რომელიც ზღვის ფსკერზე არის და იყურება არა ცაში, არამედ პირიქით მიწაში და იქიდან ელის ნეიტრინოებს. და ესაა კარგი პლუსი, რითაც შეიძლება ადვილად გაფილტრო სხვა ნაწილაკები და გამორიცხო მოკლედ შეცდომა. და აი დაუშვათ, ან ხო რა, აი ხა მაგალითად როგორი პროგრესი აქვს მაგ მიმართულებით, ანუ აი რა აღმოჩენებზე რო ვისაუბროთ რა, ანუ სიტყვაზე დაფიქსირების მოდი. მე ვიცი რომ ცოტა ხნის წინ ქონდათ რაღაც მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო, ხო და აი მაგაზეც რო ვისაუბროთ, ეს აღმოჩენები რა ეტაპზეა და რას იძლევა უკვე ამ ეტაპზე. რა მოგცა და ოკეი, რაც ერთი არა მოგცა და რას ველოდებით აი ახლო მომავალში. კი, ზოგადად ესეთი ტიპის დეტექტორები რამდენიმეა. ერთი არის ასიც მე ვმუშაობ კაემსამინეტი, რომელიც არის ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე და ის იყენებს გარემოს როგორც ზღვის წყალს. არის სხვა ტიპის დეტექტორები, მაგალითად ყინულში არის Ice Cube, რომელიც არის ანტარქტიდაზე და არის კიდევ სხვა დეტექტორები, არის ზოგი მაგალითად მაღაროშია, რაღაც მიწის სიღრმეში და ისიც ეფექტურია. ოღონდ იმ შემთხვევაში ცხადი არის დიდი აუზია გაკეთებული და იმ აუზში არის ჩვეულებრივი წყალი. ეს ყველა კოლაბორაციებია რეალურად? კი, კოლაბორაციებია, Ice Cube ძირითადად ამერიკულია. ჩემ შემთხვევაში არის კაემსამინეტი ევროპულია და ძირითადად ქვეყნები არის გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები. ეს ქვეყნებია ძირითადად წამყვანი და საბედნიეროდ ჩემი ხელმძღვანელის პროფესორი ეზო შანიძის დამსახურებით ჩვენც ქართული ჯგუფიც ვართ ჩართულები და ვიღებთ მონაწილეობას მონაცემთა ანალიზში ძირითადად, იმიტომ ცხადი აქ რაღაც hardware რაღაც ბაზა იმდენად არ არის, რაღაც დეტექტორის ნაწილები ავაწყოთ, თუმცა რაღაც პრაქტიკებზე ზოგჯერ იქაც ვართ ხოლმე და რაღაც კავშირშიც ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა ძირითადად ვართ აქცენტირებული მონაცემთა ანალიზზე და ეს დეტექტორი ახლა შენდება ძერ არის თლიანი დაგეგმილი მოცულობის მხოლოდ 20% შესრულებული. რაღაც 2030 წლამდე იგეგმება რომ დასრულდეს ეს დეტექტორი. თუმცა პროგრესი უკვე სერიოზული არის და დასრულებამდე ხდება უკვე რაღაც. უკვე რაღაცები კი რაც არის მუდმივად მუშაობს, სულ ჩართულია 24 საათი, არის რაღაც მონიტორინგების მუდმივი, მეც ვიღებ ზოგჯერ მასში მონაწილეობას, ეხლა დღესაც უბრალოდ დავამთავრე ერთკვირიანი მონიტორინგი და მოკლედ მუდმივად ხდება მონაცემების აღება, ანალიზი და შემდეგ შედარება, რომ აი დაუშვათ რომ
უნდა ჩაეშვას წყალში რაღაც თლიანი მონოდეტექტორის რაღაც 5%, მან რა შედეგი მოგცა, შემდეგ 10% მან შედეგი მოგცა და ამით ხდება შეფასება დაახლოებით რასველით, როცა თლიანი 100% შევა და შეფასებები საკმაოდ ოპტიმისტური არის. აი მე ვახსენე ოსცილაციის ფენომენი და ოსცილაციის ფენომენი არის დამოკიდებული კონკრეტულ პარამეტრებზე. და ამ პარამეტრების გაზომვაში ერთგვარი კონკურენცია აქვს გაჩაღებული სხვა კოლაბორაციებს, რომელიც გაზომავს ამ პარამეტრებს ძალიან ზუსტად და ამ მოლოდინებით მოკლედ კაინსამინეტი იქნება ალბათ პირველი მოწინა ყოველ შემთხვევაში ნამდვილად, იმიტომ რომ უკვე აი ამ ძალიან მცირე კონფიგურაციითაც კი უკვე კონკურენციაშია იმ სხვა კოლაბორაციებთან, ვინც ზომავს ამ პარამეტრებს. ამ პროგრესი სერიოზულია. აი რაც შეეხება galaktikul ობიექტებიდან წამოსულ ნეიტრინოებს და ის აღმოჩენა, რომელზეც პრინციპში დიდი ხმაური და სერიოზული განხმაურება მოყვა, ეს იყო Nature-ში დაბეჭდილი სტატია, რომელიც ეხებოდა კაინსამინეტ დეტექტორის მიერ დაფიქსირებულ ნეიტრინოს. ეს იყო ნეიტრინო, რომელიც ენერგიაც იყო 220 პეტა ელექტრონვოლტი, ანუ ეს იყო 10 ხარისხად 15 პეტა, ანუ ძალიან უზარმაზარი ენერგიის ნეიტრინოა. ასეთი დიდი ენერგიის ნეიტრინო არ დაფიქსირებულა არასდროს. ამ წინა რეკორდი იყო სწორედ Ice Cube-ის მიერ დაფიქსირებული. არა, უფრო ადრინდელია, რომელიც 30 ჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ეს ნეიტრინო, რომელიც ახლა დაიმზირა. ანუ ეს ფაქტობრივად იყო რეკორდი და ეს გარდა ამისა, რო შევადაროთ თუნდაც ადამიანის მიერ წარმოქმნილ ენერგიებს, ამ CERN-ი არის და მისი კოლაბორაცია, რომელიც ფაქტობრივად ყველაზე მძლავრი დეტექტორის შემქმნელია, ხო, დიდი ადრენალური კოლაიდერის, სადაც ყველაზე დიდი ენერგია, რაც მიღებულია, არის 7 ტერა ელექტრონვოლტი, ანუ 10 ხარისხად 12. ანუ ნაწილაკი, რომელიც აღმოიჩინა აი ამ დეტექტორის მიერ, კაინსამინეტის მიერ, არის ფაქტობრივად 10000 ჯერ უფრო დიდი ენერგიის, ანუ 4 რიგით უფრო დიდია, ვიდრე კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალ ენერგიული. ანუ ფაქტობრივად ადამიანის ამდენი წვალების, ამდენი შრომის ფონზე სამყარო წარმოქმნის ისეთ ნაწილაკებს, რომლებიც აი ადამიანის მაქსიმუმს აღემატება რაღაც 4-5 რიგით. ანუ ეს მინიშნება პირდაპირ არსებობს რაღაცა ძალიან ისეთი დიდი ობიექტი, რაღაც განსაკუთრებული ფენომენი არსებობს, რომელიც წარმოქმნის ამ ნაწილაკს და უკვე არის რამდენიმე ვარაუდი რა შეიძლება იყოს ეს და აი Nature-ში დაბეჭდილ სტატიას მოყვა სხვა სტატიების კოლაბორაციის მიერ, სადაც ახსნილია რა შეიძლება იყოს. და რა შეიძლება იყოს? ერთი არა რომ ჩოვები ვარსკვლავზე არ არის საუბარი. ხო, ერთი არის მაგალითად რამდენი ვერსია არის. ერთი არის რომ ეს შეიძლება იყოს ზემასიური შავი ხვრელი. რაც კარგი ისედაც ვისაუბრეთ ამ თემაზე და კარგი ახსნა არის საკმაოდ. არის კიდე სხვა ვარიანტები, არის მაგალითად აქტიური galaktikuri ბირთვი არის ესეთი ობიექტი, რომელსაც აქვს ჯეტი, ანუ აქვს გაკვირვებული მიმართულებით გამორტყორცნის თელს მატერიას და ბლაზარი ქვია და თუ ეს ჯეტი ჩვენკენ ამოშველი, ცხადია ეს გამორტყორცილი მატერია წამოვა ჩვენკენ და შესაძლოა ეს იყოს. ასევე გამოსხივების აფეთქება ქვია, ეს არის ობიექტია, თუმცა დეტალებში ცოტა რთული ამ ყველაფრის ახსნა, მაგრამ რამდენიმე სავარაუდო ობიექტი არის, რითიც შეიძლება ეს აიხსნას და ბოლო არის კიდე ერთი კოსმოსური სხივები, შესაძლოა ურთიერთქმედებდეს ფონურ მიკროტალღურ გამოსხივებასთან. ეს ფონური მიკროტალღური გამოსხივება არის ის ფონი, რომელიც დარჩა დიდი აფეთქების შემდეგ. და შესაძლოა კოსმოსური სხივები მასთან ურთიერთქმედებდეს და ეს წარმოქმნიდეს ნეიტრინოებს და ასეთ ნეიტრინოებს ქვია კოსმოგენური ნეიტრინოები. წარმოქმნის კვალთან შეიძლება იყოს დაკავშირებული? ხო, ანუ ეს ყველგან არის დღესაც ეს ფონი არის ყველგან დარჩენილი აი ამ აფეთქების შემდეგ ერთ-ერთი ვარაუდი უფრო რომელიც აღმოჩნდეს ძალიან საინტერესო ისტორია ხო თუ ეგ არის მე მგონი შემთხვევით რომ აღმოჩნდეს თავიდან რაღაც ხმაური რო ეგონათ ხო ვილსონი იყო ერთ-ერთი მეცნიერი აღარ მახსოვს და ძალიან მცირე ფონი რომელიც ხო კი ძალიან სასაცილო იყო რომ მაგაც მე მგონი ეგრე მომენტი იყო რომ რაღაც თავიდან რომ კონფერენცია ქონათ ერთ-ერთი ფიზიკოსი ადგა თუ რაღაც და უთხრა რომ თქვენ უბრალოდ ან გასაწმენდი გაქვთ აპარატურა ან სამყაროს შექმნის ხმა აღმოაჩინეთ და აფიქსირეთ რა და კი და ერთ-ერთი მტკიცებულება ერთ-ერთი რაც გაამყარა ვარაუდი რომ სამყარო დიდი აფეთქებით შეიქმნა იყო სწორედ ეს რაც ძალიან სასარგებლო იყო მოკლედ და ერთ-ერთი ახსნამყად შეიძლება ისეც იყოს უბრალოდ ეს ყველაფერი ჯეჯობით ვარაუდები და ამ ყველაფერს ჭირდება კვლევის გაგრძელება უბრალოდ თავარი რაც მოგცა ამ დიდმა აღმოჩენამ იყო დიდი ინტერესი და ბიძგი რომ ესე იგი ჩვენ მიუხედავად იმისა რომ დიდ დეტექტორებს ვაშენებთ და უზარმაზარ ფულს ხარჯავთ მაინც სამყაროშიც უნდა ვეძებოთ მსგავსი ნაწილაკები რაღაც პრინციპით თუნდაც აი ესეთი ნეიტრინული ტელესკოპებით
იმიტომ რომ სამყარო გვაძლევს გაცილებით დიდი ენერგიის ნაწილაკებს და იქითაც უნდა მივახციოთ ყურადღება მოკლედ და პოპულარიზაციის მოკლედ ძალიან კარგი არის. თუმცა გარდა ამისა, როგორც თქვი, ბევრ თეორიულ მოდელს შექმნის ალბათ ეს და ბევრ შრომას განაპირობებს. და ახსენე რომ 2030 წელს უნდა დასრულდეს, ხო? დაახლოებით. და მაგას ჩაიკითხები. შეგვიძლია რაღაც შეჯამებისკენ წავიდეთ. რას ველოდებით რომ 2030 წელს, როდესაც ეს დასრულდება, რა მასშტაბის აღმოჩენები შეიძლება მივიღოთ და რამდენად შეიძლება ვეღირსოთ ესე ვთქვათ, ვთქვათ, ამის ხარჯზეც ფიზიკის უნიფიკაციას, რომელიც ვახსენეთ რომ სიტყვაზე პრობლემაა, რომ ანუ ამ ნაწილაკების სამყაროში ვერ გადაგვაქვს გრავიტაცია, ხო? ანუ ესეც შეიძლება ამ ყველაფერს საბოლოოდ ამოიხსნას, აქვს ამის პოტენციალი ამ დანაკარგს. თავარი პოტენციალი რაც შეიძლება ამას კონდეს, აი ერთ-ერთი ხები ბოდიში რომ გაწყვეტინებ, ანუ უბრალოდ აი მე ესეთი რაღაც შეკითხვა გამიშდა რა, რომ ერთი არის როდესაც საუბრობთ, აი მაგალითად ფარდობითობის თეორია პირობითად აინშტაინმა აღმოაჩინა რაღაც ცოდნიდან გამომდინარე, ხო? მაგრამ როდესაც საუბრობთ ფიზიკის უნიფიკაციაზე, მე მიჩნდება ხოლმე ესეთ შეკითხვა. შეიძლება ველოდებით ვიღაც ადამიანს, ვინც მსგავსად შეძლებს ამ უნიფიკაციას, თუ ეს ის პერიოდი არ არის და საჭიროა იმ მსგავსი აღმოჩენა, რომელიც უკვე ანუ რამდენად შესაძლებელია მოკლედ მსგავსი აღმოჩენების გარეშე ფიზიკის უნიფიკაცია, როგორც აი სიტყვაზე აინშტაინმა გააკეთა თავისით მივიდა თეორიით, ხო? არის რაღაცა ლაბორატორიაში რაღაცა არ აღმოუჩენია და ისე მივიდა, ხო, სწორედ მესმის. კი, უბრალოდ აინშტაინის ნებისმიერ თეორიას ჭირდება მე შესაბამისი ექსპერიმენტული გამყარება, რა თქმა უნდა. კი, ანუ ეხაც ხავსი სიტუაცია ზუსტად ბევრი თეორია არსებობს, ძალიან ბევრი თეორიები არსებობს, რომელიც ცდილობს ახსნას, უბრალოდ ყველას ჭირდება რაღაც ექსპერიმენტული მტკიცებულება, რაც მე გაამყარებს. ცხადია, აი ესეთი მტკიცებულები თუ აღმოჩნდა, თუნდაც ის რაღაც სავარაუდო მოდელები, რაც მე ვთქვი, რომ შეიძლება ეს რაღაც სუპერ მაღალი ენერგიული ნეიტრინო იყოს რაღაც ობიექტიდან წამოსული, აი იმან უკვე შეიძლება ბევრი რამე ახსნას. აი ერთი კიდე კარგი მომენტი, რაც მავიწყდა ფაქტორიოთ და მე ხა კაია რომ გამახსენდა. კიდე ერთი რამე არის, რასაც ვიხსნის სტანდარტული მოდელი. ეს არის მატერია ანტიმატერიის ასიმეტრია. ჩვენს გადარჩა მატერია, ხო? ხო, ჩვენ სამყაროში დიდი აფეთქების დროს წესით თანაბრად უნდა წარმოქმნილიყო მატერიას და ანტიმატერიას. თუმცა რაღაც მოვლენით, რაღაც ფენომენით ანტიმატერია ფაქტორიად რაც გაუჩინარდა. ეს ნარჩენებია სულ ამდენ. დარჩა მარტო მატერია, კი. და შეიძლება მოკლედ ნეიტრინოთი არის თეორიები, რომელიც ნეიტრინოთი ცდილობს ამის ახსნას და ესეც არის ნეიტრინოს ძალიან კიდე ერთი დიდი სარგებელი, რაც შეიძლება მოგვცეს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი და გარდა ამისა, ეს რაც თქვი ოსცილაციის ფენომენის შესწავლა, ეგეც ძალიან კარგი და აუცილებელი იქნება 2030 წლისთვის ჩემი აზრით მოხდება მაღალი სიზუსტით აი პარამეტრების განსაზღვრა, რაც ვახსენეთ. თუმცა აი მთავარი ინტერესი მაინც მაგაზე აი დიდ კითხვებზე თუნდაც როგორც არის მატერია, ანტიმატერიის ასიმეტრია, როგორც არის ბნელი მატერია, როგორც არის შავი ხვრელები და სხვა დიდი galaktikuri ობიექტები, მთავარი ინტერესი მოკლედ მაინც ეს არის. და ბოლოს შეკითხვას დავსვათ, თუ რამე ესეთი არ გამოგჩა, ნელა შეგვიძლია დავასრულოთ. აი მივახციეთ სიტყვაზე უნიფიკაციას. ცოტა რომ გავცეთ კიდაც ნეიტრინოს ფაქტორს რა, შევძელით უნიფიკაცია. აი მე მანდ ვიშდება ხოლმე შეკითხვა, ეს უნიფიკაცია ფიზიკის უნიფიკაციას გულისხმობ რა, ანუ რამდენად მაინც ხო დარჩება რაღაცები შეკითხვები. ანუ მაგალითად ალბათ კი, იმიტომ რომ ფიზიკის უნიფიკაცია ნიშნავს იმას, რომ ვიცით რა ხდება შავხლოში, ხო მაგას არ ნიშნავს. როგორც მე მესმის, თუ ნიშნავს. ძალიან რთულია მაგ რაღაცებზე საუბარი, იმდენი მოდელია, ყველა რაღაც დასკვნებს გაძლევს და რა ამონახსნი ექნება საბოლოოდ მოკლედ სამყაროს ცოტა რთული გასარკვევია, იმიტომ რომ ნაწილაკების ფიზიკა საუბრობს ნაწილაკებზე, როცა გრავიტაციის შემთხვევაში რამე ნაწილაკთან შეხება არ გვაქვს იდეაში. აი ესა ყველა თავარი კრიტიკული მომენტი, რომ გრავიტაციის აღწერა ნაწილაკების ენაზე არის ძალიან რთული. და ერთი მხრივ მიუხედავად იმისა, რომ შავი ხვრელი ასეთი მასიური ობიექტია, შავი ხვრელისთვისაც ფუნდამენტურად რო რაღაცები გავიგოთ, მანდაც ნაწილაკების ფიზიკა გვჭირდება, ხო? იმიტომ რომ იგივე ხა ჰოუკინგის რადიაცია როგორც მე მესმის, ისე ნაწილაკებიდან გამომდინარე მივედით, რომ სიტყვაზე შავი ხვრელიც ორთქლდება, ხო? რაღაც პონჩი კარგავს მასას და ანუ შესაძლებელია თეორიულად რომ ამ გრავიტაციის გაგებამ თუ როგორ მუშაობს ნაწილაკების შემთხვევაში გაგვაგებინოს კი, ჩემს ბევრ კითხვაზე გაგცემს პასუხს უბრალოდ მიზანშედეგობრივად რომ დავალაგოთ, რომელს განაპირობებს ცოტა რთული წარმოსადგენია, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც კონკრეტულმა აღმოჩენამ შექმნას და გაამართლოს რომელიღაც თეორია და მე ამ თეორიამ რაღაცები მოგცეს კიდე შედეგი.
შეიძლება სხვა რომელიღაცა ექსპერიმენტი მოგწეს და რომელი მოხდება ჯერ ანუ ფაქტორიად ჯერ შექმნის სტანდარტ მოდელს რომელიც აღწერს რაღაც galaktikურ ობიექტებს თუ galaktikური ობიექტები მოგცემს რაღაც ინფორმაციას რომელთაც დავაკორექტირებს სტანდარტ მოდელს აი ესა რაღაც ხრი ჭიდილი და პრინციპში ორივე ალბათ პარალელური პროცესი არის ორივე ერთდროულად უნდა მოხდეს როგორც ექსპერიმენტი ისე თეორია უნდა დაждდეს საბოლოო ჯამში რაღაც ერთ შედეგს კი ბატონო მოკლედ აღმოჩენის პროცესი ალბათ ძალიან კერდ არ ვიცოდეს მე საერთოდ დასრულდება ხო მე არ ამგონია რომ ეგ დასრულდეს იმიტომ ყოველთვის რჩება რაღაც კითხვები თან მაინც ადამიანები რაღაც შეზღუდული არსებები ვართ თუნდაც რითიც დავიწყეთ დღეს საუბარი არ გვაქვს კარგი ცნობა მიკროსამყაროსთან და დიდ მასშტაბებზანაც როგორც ხედავთ კარგი ცნობა არ გვაქვს ამიტომ რავი ჩემი ძალიან საინტერესოა მომავალი თუ შვიდობა ექნება გასაბრიობას თუ დაგცალდა ისევ თუ დავაცალეთ ჩვენ თავს იმიტომ რომ საბოლოოდ შვიდობაც აი ზუსტად ის მომენტი მახსენდება რომ რაღაც 10 წლის მე როცა გავიგე რომ რაღაც მილიარდი წლის შემდეგ ზე ჩაქრება და დეპრესია რო იწყება ადამიანს The universe is expanding. The universe is expanding? Well, the universe is everything, and if it's expanding, someday it will break apart, and that will be the end of everything. What is that your business? He stopped doing his homework. What's the point? ხო მოკლედ ეგეც მაქამდე ვინ მიუშვებს დედამიწას ეგ სავალი კითხვა იმედია მიუშვები მოკლედ რომ კონდეს ადამიანს მეტი დრო რომ მსგავსი რაღაცეებით დაკავდეს და უკეთესი გახადოს თუნდაც ცხოვრება კი ბატონო მადლობა მოკლედ ჩვენთან რო იყავი რა ვიცი ნახოთ დაულოდოთ 2030 წელს მე დაულოდოთ იმას რა მოყვება და ნუ ასე შემდეგ რა და კარგია რომ ქართველი მეცნიერებიც ხართ მაგას ჩართული და ზოგადად კარგი იქნება უფრო მეტად თუ ჩავერთვებით ხოლმე ზოგადად და ესეც ალბათ ერთ-ერთი ბიჯია რომელიც ამ გზისკენ მიდის. კი, დიდი მადლობა. მეც რამდენია ამ პროექტში რომ მონაწილეობ ჩემი ხელმძღვანელის დამსახურებით. მაქვს შეხება თანამედროვე ფიზიკასთან რაღაცა საზღვრებში არ ვარ ჩაკეტილი მიუხედავად იმისა რომ დროის უდიდესი ნაწილი საქართველოში ვარ და ვფიქრობ რომ ეს კარგი მაგალითია და სხვა ფიზიკოსებისთვისაც რომ ერთის კარგია უცხოეთში წასვლა და იქ გაგრძელება თუმცა აქაც რაღაც საშუალება არის რომ აქაც აკეთო მოკეთ ფიზიკა და კონდეს შეხება თანამედროვე ფიზიკასთან. კი ბატონო მადლობა და წარმატებები